სახელმწიფო მინისტრი კახეთში თეახვლედიანმა რეგიონის სოფლებში შეხვედრები გამართა და მრავალკომპონენტიანი საინფორმაციო კამპანია გახსნა. მინისტრმა ლაგოდეხისა და თელავის მუნიციპალიტეტების ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული სოფლების განჯალას, კაბალის, ყარაჯალასა და უზუნთალას მოსახლეობას კამპანიის მიზნები გააცნო. ინფორმაცია მიაწოდა ასევე სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკის ფარგლებში მიღწეულ პროგრესსა და სამომავლო გეგმებზე. სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში არაქართულ ენოვანი მოქალაქეების ჩართულობისა და მონაწილეობის მნიშვნელობას. საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში გაიმართება თემატური შეხვედრები და მოსახლეობა მათთვის აქტუალურ საკითხებზე ამომწყურავ ინფორმაციას მიიღებს. სახელმწიფოს მიერ შექმნილი შესაძლებლობებისა და მხარდამჭერი პროგრამების თაობაზე ინფორმაციის და განმარტებების მიწოდება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული სოფლების იმ არაქართულენოვანი მოსახლეობისთვის, ვინც ჯერ კიდევ სათანადოდ ვერ ფლობს სახელმწიფო ენას. სწორედ ამისით ამჯერად კახეთის რეგიონიდან ვიწყებთ საინფორმაციო კამპანიას, რომლის ძირითადი თემატიკა განისაზღვრა ადგილობრივი მოსახლეობის მიერ გამოხატული ინტერესების შესაბამისად და უკავშირდება დასაქმების, ჯანდაცვის, განათლების და სოფლის მეურნეობის საკითხებს. ტრადიციულად ამგვარი ინტერაქციული შეხვედრების შედეგად იზრდება ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ინფორმირებულობა და სერვისებზე ხელმისაწვდომობა, რაც მათი სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის მიზნებს ემსახურება და თავის მხრივ ხელს უწყობს თანაბარუფლებიანი და კიდევ უფრო ინტეგრირებული საზოგადოების გამტკიცებას. მუდმივი კომუნიკაციის რეჟიმში ყოფების ჩვენს მოქალაქეებთან დღეს შევხვდით ლაგოდეხის და თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოსახლეობას, სადაც მოვისმინეთ მათი ინტერესები, ასევე ჩვენ გავაცანით სახელმწიფოს მიერ განერქილი სერვისები და გავაცანით გაგეგმილი და მომავალში განსახორციელებელი პროექტები. იმდენად ყურადღება არის აქეთ გამახვილებული, რომ ეს როგორც სახელმწიფო ენა სახელმწიფოს საჭიროებიდან გამომდინარე კი არა, თვითონ მოსახლეობის კომფორტისთვის და ინტეგრაციისთვის საზოგადოებასთან აქედან გამომდინარე ვხედავ, რამდენად დიდ ყურადღებას აქცევენ სხვა საკითხებთან ერთად. დიდი მადლობა მინდა მოვუხადო შერიგების სამინისტროს, მთელ გუნდს, ადგილობრივ მმართველობას.